ესე იგი ყველა გაერთიან და თვალებში გვიყურებენ და გვეთამაშებიან, ასეა? დამლა ასე ამბობს შვილო. მამა, თავარია დამლამ ეს ყველაფერი თვითონ არ მოიგონოს, რადგან ფიქრეზე ნაწყენია. ნაწყენია, მართალია, მითხრა კიდეც. შენგან რა უნდა ბიძია? ჯერ არაფერი. თქვა რომ მისთვის საკმარისია მისი ოჯახი იყოს უსაფრთხოდ. კარგი მამა, მაგრამ არანაირი სასჯელი არ იქნება იმისთვის, რომ ესმამ ზეინებს ტელეფონი მისცა. აღარ გავითვალისწინებ, რომ ქემალის ქალიშვილია, ზეინებიც და ესმაც ამისთვის პასუხს აგებენ. არაფერს იზამქან. იმიტომ რომ ახლა უპირატესობა ჩვენს ხელშია. შეგვიძლია ამ ტელეფონით ნებისმიერი ახალი ამბავი შევატყობინოთ ფიქრეთს და ჰალილ იბრაჰიმს. ახლა ჩვენ, ფიქრეთი და იაბუზი, პარტნიორები ვართ. ზეინები კი ჩვენი პარტნიორის და. ჩვენ მათთან გავერთობით, შენ კი ზეინებთან შვილო. ყველა ერთად შეიკრიბა ძმაო. დიდი ალბათობით განიხილავენ როგორ დაგამცირეს და უხარიათ. გაიხარონ. უკანასკნელი დღეებით დატკბნენ. ხო მართლა, ტელეფონი მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში გამოიყენე, კარგი? ფრთხილად იყავი. კარგი, ნუ ღელავ. ძამიკო. ძალიან მიყვარხარ. მეც მიყვარხარ. კარგი, ახლა უნდა გავთიშ. კარგი, დროებით. კეთილი იყო შენი მოსვლა ძმაო. მადლობ. რამეს დალებთ? არა, მადლობ შოთა. შეხვედრამ როგორ ჩაიარა? ძალიან კარგად. ზეინებმა რა გააკეთა? რას იზამდა? სკანდალი მოაწყო. მითხარი რომ შემატყობინებდი. ზეინებისთვის სხვა ვარიანტი არსებობს? ყველაფერი მომახალა, რასაც ამაზე ფიქრობდა. კარგია. ყოველ შემთხვევაში რაღაც პერიოდით ზეინებს თავს დაანებებენ. პირდაპირ ვუთხარი რომ მხოლოდ ერთი პირობა მქონდა, ზეინები არ უნდა ანერვიულონ. და თქვენ რა ქენით? ენვერი ჩვენს ხელშია, ფარული მოწმე იქნება. ხვალ პროკურორი მივა და ჩვენება შემოართმევს. პროკურატურა მოქმედებას ხვალვე დაიწყებს? არა. მეთაურმა მეჯნუნმა სთხოვა ცოტა დრო მისცენ. ჯერ შერიფს და ისქანდერს სააშკარავზე გამოიყონს და შემდეგ დააკავებენ. ესე იგი კოშმარი დასასრულს უახლოვდება, ჰალილ იბრაჰიმ არა? ენვერი სად გყავთ, თქვენ სახლში? ნესიმის აგარაკზე. ესე იგი ჩემი ყოფილი სიმამრით საქმეშია? ის და კაპიტანი ერთმანეთს არ შორდებიან. გეფიცები არ ვიცი, მაგრამ როგორღაც ერთმანეთს უგებენ. მამა ნესიმი მამაცი ადამიანია, კაპიტანს მასში ალბათ ეს მოსწონს. ხო მართლა, კიდევ არის ერთი ცვლილება, მინდა რომ შენიცოდე. რა მოხდა? დამლა სახლიდან წავიდა. რატომ? გაუბრაზდი, ვუთხარი რომ ჩვენ შორის ურთიერთობა ვეღარ იქნებოდა და ისიც ძალიან ცუდია ფიქრეთ. ხომ გითხარით რომ რაღაც დროით ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა გქონოდათ? ჩვენ მეხთათი და იაბუზი ერთ გზას ვადგავართ, შენ კი ამ დროს დამლას შორდები. იაბუს ველაპარაკე, ამ საკითხში პრობლემა არ იქნება, არ ინერვიულო. თანაც დამლაზე ვლაპარაკობთ. რას იზამს? მაქსიმუმ ქიქასთან წავიდეს და ჩემი მკვლელობა შეუკვეთოს, მეტი არაფერი იქნება. იმედია ასია. მე კი ქიქები თუ მკითხავენ, ვეტყვი რომ ფიქრეთი მოკალით მეთქი. იცოდე. კარგად. კაპიტანო, თუ გინდა შემიძლია დავრჩე. ახლა წადი, დილით დაბრუნდი. მე და ოღუს რაღაც საქმე გვაქვს. და ენვერი მარტო არ უნდა დავტოვოთ. სად წავა კაპიტანო, მაგრამ რადგან ასე ამბობთ, დილით ადრე მოვალ. ნესიმ, იმედი არ მჭირდება იმის თქმა, რომ აიშეს არ მოუყვე, რაც გავაკეთეთ.
არა, კაპიტანო. ამის შემდეგ აიშეს აღარაფერს მოუყვები. კაპიტანი არ ჭამს, მაგრამ ჩემი ქალბატონი ძალიან გემრიელ ღვეძელებს ამზადებს. დილით მოგიტან. ერთად ვისაუზმოთ. კარგი? ესიმბეი, ნუ შეწუხდები, დიდი მადლობა დილით, ისედაც ვერაფერს ვჭამ. კარგი. ღამე მშვიდობის. დროებით. ღამე მშვიდობის. გეფიცები ადამიანს გული წყდება, არ არის ლამაზი იმის თქმა, რომ არაფერს ვჭამთ და ვსვამთ. არ შევჭამთ. სხვისას ერთ ლუკმასაც არ შევჭამთ. მაგრამ ყველი და ზეთის ხილი ვიყიდე. წამოდი, რამე მომამზადოთ. ბიძია მითად. აქამდე რატომ არ დაქორწინდით? ღმერთო ჩემო. შვილო, უკვე გითხარით, რომ მთელი ცხოვრება აიშეს ველოდებოდი, რატომ არ გჯერათ? ლეილა სერიოზულად გეკითხება. მე სერიოზულად პასუხობ აიშე. ღმერთო ჩემო. მისმინი აიშე, მე ხომ მიყვარდი. სხვა ვერავის შეყვარება ვეღარ შევძალი. ვერავის. კარგი, ეგ მისმის, მაგრამ ნარგიზმა ამდენ ხანს როგორ არ დაგაქორწინა, ამას ვერ ვხვდები. ვინმეს მოძებნიდა მხოლოდ იმიტომ, რომ ფული ოჯახს დარჩენოდა. ის ადამიანი არ ვარ, ვინც ნებისმიერ ზეთანახმა. და ნარგიზიც კარგად მიცნობს. ამას თუ იმიტომ ამბობ, რომ თავი მომაწონო? მაშინ ასე გააგრძელე. ძალიან კარგია. სულელო. ღმერთო ჩემო. იმიტომ არ ვამბობ, რომ თავი მოგაწონო სიხარულო. გაფიცებით, მამა მოვიდა. მამა დილიდან სათხარ. ნერვიულობთ. ვერსად გიპოვეთ. ჯერ დედა შენი, ახლა შენ შვილო. ახლა ანგარიში შენც უნდა ჩაგაბარო აიშე. კეთილი იყო შენი მოსვლა, ნესიმ. გმადლობ, ხელზე გაკოცებთ. არა, საჭირო არ არის. გაკოცებთ რა. საჭირო არ არის. ქშია, რამე მოგიმზადო? რამე მოამზადე ჩემო ქალბატონო, მე და მეთათი ცოტას ვისაუბრებთ. ხოჭახ, შენ და დაუც დღეს დიდი საქმე გაგიკეთებიათ, გავიგე. ეს ჯერ დასაწყისია, მამა ნესიმ. აი ნახავ კიდევ რას ვიზამ. შენი სიძე რომ გავხდები, ჩვენს შეჩერებას ვეღარავინ შეძლებს. ეგ ჩემი გადასაწყვეტი არ არის. ჩემი ქალიშვილი აქ არის, თუ შეძლებ დაითანხმო, ჩემი სიძეც გახდები. მაგრამ თუ ყველაფერი კარგად იქნება, როგორც კი შენ და ფიქრეთი იჩხუბებთ, საქმე ჩემთან გექნებათ. კარგი, მართალი ხარ, მაგრამ მსგავსი არაფერი იქნება. არავის ზურგს უკან არ მოქმედებ. ფიქრეთმა იცის, აიშე როგორ მიყვარს. ხოჭახ, კარგია. მალე ხბოს კუდი მოწურება. ამას იმიტომ ვამბობ, რომ მანამდე ჩვენ შორის უსიამოვნება არ მოხდეს. მართალია, ახლა რა იქნება? იმედია შერიფი არ შეგვავიწროვებს. მოიწიე არ გაიგონონ. ვერაფერს გვიზამენ. ენვერი ჩვენს ხელშია. ფარული მოწმე იქნება. არც ისკანდერი დარჩება და არც შერიფი. გავიგე რომ ენვერი მოკლეს. ენვერი მე თვითონ წავიყვანე. აგარა გზე მყავს. კაპიტანი გააკეთებს რაც საჭიროა. აი ეს მესმის. გეფიცები კაპიტანო, ძალიან ბევრი ცუდი გაგიკეთეთ, მაგრამ თქვენ სიკვდილს გადამარჩინეთ. იმიტომ არა რომ შენი უსარგებლო სიცოცხლე გვაღელვებს. სხვებზე ვნადირობთ. და მაინც კაპიტანი ოღუზის ადგილზე არ დაუშვებდი მე ამ მაგიდასთან დამჯდარიყავი. ენვერ გინდა სხვა ძვლებით დაგიმტრიო? არა, არ მინდა რა თქმა უნდა, მაგრამ თქვენზე სულ სხვა რამეს მიყვებოდნენ. ენვერ, თუ ბევრი უნდა ილაპარაკო შენს ოთახში გადი. ახლა შენი ემოციების მოსმენის ხასიათზე არ ვარ. კაპიტანო. კაპიტანო,
ჩემი აზრით, ისე უნდა მოქცეულიყავით, როგორც ჰალილ იბრაჰიმა თქვა, იქნებ უკეთესი იყო. არა, ჩემი გეგმის მიხედვით ვიმოქმედებთ, ეს საკითხი არ განიხილება. რომელი გეგმის კაპიტანო? ჩუმად ვარ. ოღუს, აქედან მოაშორე, თორემ ფეხ ქვეშ მოვიქცევ. წაიყვანე. კარგი, ჩუმად ვარ, კაპიტანო, ჩუმად ვარ. წაიყვანე. არაფერს ვიტყვი, გეფიცები. ცოტა დათრგუნულია, მაგრამ ჩემი აზრით თამაშობს. მეც ასე ვფიქრობ. გმადლობ. კეთილი იყო შენი მოსვლა. ოღუზი სად არის? საქმე გქონდა, მოგვიანებით მოვა. დიდემი როგორ არის? არ ამდგარა. შენს ოთახში წევს. შევაკითხე, მითხრა რომ თავს სუდად გრძნობს. კარგი, ვნახავ. კარგი. თავს სუდად გრძნობს. თქვენი მოტყუება რა მარტივია. ისევ ოთახში შეიტყუა. სემა, გეფიცები. შოკში ვარ. დიდემ? ჰალილ იბრაჰიმ? როგორ ხარ, უკეთესად? თავს სუდად ვგრძნობ, ჰალილ იბრაჰიმ. კარგი, ხვალდილით საავადმყოფოში დავიდეთ, ასე არ შეიძლება. კარგი. თუ გინდაახლავე წავიდეთ. დილით ბიძია მოვა და წამიყვანს. კარგი. უთხრა გოგონებს რამე მოგიმზადონ. არაფერი მინდა. გმადლობ. კარგი. დაბლა ვარ, თუ რამე დაგჭირდება დამიძახე. კარგი. არც ისე კარგ მდგომარეობაშია, ხვალდილით საავადმყოფოში წავიყვან. წაიყვანე და გავიგებთ თამაშობს თუ არა. ესე იგი დიდემ ხანიმი დღეს აქრჩება? დიახ, აქ დარჩება სემა. შენ სად დაიძინებ? აქ დავიძინებ სემა, თუ ეს არის შენი პრობლემა. ერთო ჩემო. ხო, ეს არის ჩემი პრობლემა. ხამე მშვიდობისა. ღამე მშვიდობის. ლედს და ბალიშს მოგიდან. გმადლობ, ბედანურ. არაფერს. გმადლობ. გმადლობ. დამლა. ფიქრეთის მისატოვებლად სხვა დრო ვერ ნახე? აი შესთან ის იყო ყველაფერი დავალაგე, ახლა გოგონას ისევ თაგვზა აერევა. ბიძია, არც აიშე მაინტერესებს და არც ფიქრეთი. ჩემი პრობლემებით საკმარისი მეტი მაქვს. არც ბიძა შენი გაინტერესებს? მითხარი, არც ბიძა შენი გაინტერესებს? ცოტა მოგეთმინა. ფიქრეთს აიშესთან არანაირი კავშირი არ ექნებოდა. მითად, საკმარისია. დამლა ისედაც ნერვიულობს. შენ მაინც ნუ გააღიზიანებ. დაო, აქამდე ვის გამო მივედით? თან ჰალილ იბრაჰიმმა ხომ გვითხრა, მშვიდად ვყოფილიყავით. უზარმაზარი გეგმა აქვს, საცავები ააფეთქა, ენვერი აიყვანა. ფარული მოწმის სტატუსით ჰყავს. ესენი კიდგანან და ოჯახობანას თამაშობენ. რა ჯანდაბაა? ენვერი საიდუმლო მოწმე როგორ გახდა? შერიფი არ გაუსწორდა? მამანესიმა თავის აგარაგზე წაიყვანა. რა? მალე ისკანდერიც და სხვებიც ისტორიას ჩაბარდებიან და ჩვენ, ჩემო ლამაზო ოჯახო, უფრო ძლიერი, უფრო მდიდარი და უფრო ბედნიერი ვიქნებით. წარმოიდგინე, ჩემო ძვირფასო დაიკო. ღმერთმა ქნას მითად, ღმერთმა ქნას. ღმერთმა ქნას დაო. ბიძიას ვარდო, ნუ მოიწყენ. არ მიყვარს, როცა საუზმის დროს მოწყენილ სახეებს ვხედავ. ფიქრეთი ვინ არის? უკეთეს გიპოვი. ცოტა გაიღიმე დამლა? ჩემს დასაც ვინმე ხომ არ გამოუძებნოთ? რა სიტყვით? ბიძია, ვიხუმრე. გმადლობ საყვარელო, საჭირო არ არის. ჯერ აიში აქედან წაიყვანე. მე და ჩემი ქალიშვილი კი დიდხანს და ბედნიერად ვიცხოვრებთ. გადავწყვიტე ზეინებთან მისვლამდე შემომევლო და გამეგო, ხომ არ გინდათ რამე გადასცეთ. კარგად მოიქეცი ესმა. გმადლობ. სათქმელი ნამდვილად მაქვს. ჩემო ლამაზო,
ასეთ რთულ დროს ჩემს შვილს მარტო არ ტოვებ. ვერასდროს შევძლებ ამ სიკეთისთვის მადლობა გადაგიხადო. მართალი გითხრათ, ამის გზა არსებობს, მაგრამ ნედიმეს ერიდება. საკინე, ფიქრეთი ცოლს გაშორდა. ახლა თავისუფალია. მართლა? მართლა. ვწუხარ. არა, სამწუხარო არაფერია. მე და დამლა ერთად ვეღარ ვიცხოვრებდით. დამლას არც ისე კარგად ვიცნობ, მაგრამ არც ის ჩანდა ბედნიერი ამ სახლში. შეიძლება ასეც ჯობდა. გემრიელად მიირთვი ესმა. გმადლობ, ელიფ. ნედიმი ამბობს, რომ მის ქალიშვილს ზურგს უმაგრებ. დეიდა, რა? იქნებ მე და ესმას საშუალება მოგცეთ ცალკე ვისაუბროთ. ისევენა ვერ გააჩერე საკინე. კარგი შვილო, ჩვენ გავალთ და მშვიდად უთხარი ესმას ყველაფერი რაც გინდა, ზეინებს გადასცე. ადექი საკინე წავედით. და ღმერთი შენი თქმაყოფილი იყოს, შვილო. იცი რომ დამლას წასვლის მიზეზი შენ გახდი. ფიქრეთან ერთად რამდენჯერმე დაგინახა და მისი დაკითხვა გადაწყვიტა. მერთო ჩემო. მაგრამ ფიქრეთმა ხმამაღლა უთხრა, გშორდები, მადლობა ღმერთს. დეიდა, წახვალ თუ ჩვენ წავიდეთ. საკინე წამოდი. მე წავალ შვილო თქვენი სხედით. წამოდი საკინე, წამოდი, ენას არაჩერებს, არაჩერებს. საკინე იმას ამბობ, რაც არ უნდა თქვა. წამოდი. ჩემებს ნუაუსმენ, დამლას წასვლა შენთან კავშირი არ აქვს. მსგავსი რამ ძალიან არ მომწონს. იმედი მაქვს დამლაც ისე არ ფიქრობს, როგორც შენები ფიქრობენ. დამლა ამ სახლში ისედაც არავისზე ფიქრობდა კარგად. ამაში დარწმუნებული ვარ, მაგრამ არ ვიცი, შენც ამ სიაში ხარ თუ ჩვენ არა. რაზე ვფიქრობ და სხვები რაზე. მართლა არაფერი მესმის. ახლა მთავარი ზეინების სიცოცხლეა. შენთან სხვა რა საქმე შეიძლება მქონდეს. შენც ნუ გადამიარე ესმა. ბოდიში. ცდილობ ის სიტუაცია ავხსნე, რომელშიც აღმოვჩნდით. იმის თქმით, რომ შეუძლებელია შენთან სხვა საქმე მქონდეს? ფიქრეთ, ცოლიანი კაცი ხარ, რა უნდა ვქნა? კარგი, კარგი. როგორც უკვე გითხარი, ჩვენებზე ნუ გაბრაზდები. მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის, რასაც ზეინებისთვის აკეთებ. შენთან ვალში ვიქნები მთელი ჩემი დარჩენილი ცხოვრება. მოდი დიდემ, დაგეხმარები. მოდი. წამოდი, წამოდი. ყველაფერი ცუდი წარსულში დარჩეს. გმადლობ. მდგომარეობა როგორია, ყველაფერი კარგადაა? არც ისე თურან. ძალიან გამხდარია, კარგად როგორ იქნება ჰალილ იბრაჰიმ. უთხარი ცოტა მაინც ჭამოს. საჭმელი შენი ერთადერთი წამალია, ყველასთვის ერთი და იგივე რეცეპტი გაქვს. შეიგნე თურან რომ მიცოცხლ, ამისთვის ჭამაა საჭირო. მოვიდნენ ბიძია. რა ხდება? დიდემი ბიძამისთან დატოვეთ? არა, აქ მოვიყვანე. ედანურმა წაიყვანა და აწვენს. რატომ? ექიმა თქვა, რომ ხალილ იბრაჰიმს არ მოშორდეს? მუცლის მოშლის საშიშროება არსებობს ემა. ექიმის თქმით, უახლესი რამდენიმე კვირა ძალიან სარისკოა. მუდმივი დაკვირვების ქვეშ უნდა იყოს სახლში, ამიტომ ვერ წავიყვანე. თუ ასეთი საშიშროება არსებობს, მაშინ გაიგეთოს რაც საჭიროა. ასეთი მარტივია ესემა. საქმე სიცოცხლეს ეხება. ოთახში დაწექი დიდემ. წოლით ძალიან დავიღალა ედანურ. ცოტა ხანს აქ ვიქნები. ხომ გაიგონე ექიმა რა თქვა? თუ გინდა ეს ბავშვი გააჩინო, თავს უნდა გაუფრთხილდე. რთული ორსულობა გელის. პრობლემა არ არის ედანურ. გავუძლებ და ამ ბავშვს გავაჩენ.
იმედი მაქვს გაუძლებ. რადგან უკვე იმას ამბობ, რომ წოლით დაიღალე, ამ ორსულობისთვის მეტისმეტად სუსტი ორგანიზმი გაქვს. ექიმის სიტყვები მეც მოვისმინე. ამიტომ დამიჯერე. იმისთვის, რომ ჯანმრთელი ბავშვი გავაჩინო, ყველაფერს გავაკეთებ. მასზე უარს არ ვიტყვი. რაც შემიძლია, ყველაფერს გავაკეთებ. გასაგებია, შიგნით შევალ. შენ დაისვენე. მადლობ, შვილო. ზეინები სად არის? ესმასთან ერთად დიდი ალბათობით ჩვენზე ლაპარაკობენ. კარგი, ლაპარაკონ. შეგიძლია თავი მოაწონო, გარეთ გავიდეს, ცოტა სუფთა ჰაერი ჩაყლაპოს. ალბათ ეზოს გულისხმობ, მამა. არა, გარეთ გავიდეს. მამა, თუ გაუშვებ, მაშინვე ჰალილ იბრაჰიმთან გაიქცევა. შვილო, მალე დამლამოვა, მითხრა მნიშვნელოვანი ამბავი აქვს. წავიდნენ, სადაც უნდათ, ისედაც აშკარაა, ბოლოს სწად დაბრუნდება. წავიდეს. კარგი. მაშინ გამზეს გავაყოლებთ. ქაან. მომისმინე, შვილო. ზეინები და ესმა სხვაგან საწავლენ თუ არა რესტორანში. დაცვის ორი წევრი გამოუყავი და გაუშვი. რა გჭირს? ესმა, კეთილი იყო შენი მოსვლა. გმადლობ გამზე. ექიმისგან მოვდივარ. გამოიცენით საავადმყოფოში ვის შევხვდი? ვის შევხვდი გამზე? ჰალილ იბრაჰიმს და დიდემს. ისინიც კონსულტაციაზე იყვნენ. ედანურიც თან ახლდათ. ორსულობასთან დაკავშირებით რამე პრობლემაა? ეს არ ვიცი, ზეინებ. მაგრამ ყოჩახ ჰალილ იბრაჰიმს. ჯერ ორსულობის მეორე თვეშია და კონსულტაციაზე დაყვება. ესმა? კეთილი იყო შენი მოსვლა. გმადლობ, ქაან. გთავაზობ, დღეს ზეინებიც წაიყვანო და ქუჩაში სუფთა ჰაერი ჩაყლაპოთ. მისთვისაც კარგი იქნება. ქუჩაში? მაგალითად ესმას რესტორანში წადით. ესმას ვენდობი წაგიყვანს და მოგიყვანს. რა სიტყვი ესმა? ძალიან კარგი იქნებოდა. შენ რა სიტყვი? ქან, ვიტყოდი ამჯერად კიდევ რა ჩაიფიქრე მეთქი, მაგრამ მინდა ეს სახლი ცოტა ხნით მაინც დავდოვო. ხედავ? სიკეთის გაკეთებაც არ შეიძლება. ყველგან რაღაც ფარულს ეძებს. ზეინებ, შენს ძმას სიტყვა მივეცი. ზეინებ არაფერი თქვა. ესმა. ამ გადაწყვეტილების ერთ-ერთი ფაქტორი ისიც არის, რომ ზეინების გვერდით იქნები. იმედი მაქვს არ მისცემ უფლებას შეცდომა დაუშვას. წამოდი წავიდეთ. კარგი. ბედნიერად გამზე. კარგად ესმა. რა ხდება, ქაან? დამლა მოდის, მნიშვნელოვანი ამბავი აქვს. მამამ მითხრა სახლიდან გასულიყვნენ. ზეინებ, არი ნერვიულო გთხოვ. გამზეს არ იცნობ? შეიძლება საავადმყოფოს ისტორია მოეგონა მხოლოდ იმიტომ, რომ განერვიულოს. კარგი, კარგად ვარ, ყველაფერი რიგზეა. მანქანის მართვა მომიხდა, მაგრამ ამ ქაანმა ნამდვილად რაღაც ჩაიფიქრა. რაც უნდა ისკნას. უკვე დასასრულს უახლოვდებიან. ფიქრობ, ედანურს დაურეკოთ. ჰალილ იბრაჰიმს უთხრას, რომ თქვენთან მივდივართ. იქნებ, ნახვა მოინდომოს. რა სისულელია? რა თქმა უნდა მოინდომებს, რატომაც არა. ეს როგორ მოხდება? შეხედე. ქაანმა თავისი ხალხი გამოგვაყოლა. თუ ჰალილ იბრაჰიმი იქ ჩვენზე ადრე მივა, ვფიქრობ არაფერი მოხდება.
თითქოს ერთმანეთ შემთხვევით შევხვდით. ვითომ შემთხვევით. ეს მან შეგიძლია დაურეკო. კარგი, გმადლობ. ზეინებ? მე ვარ დანურ. საყვარელო როგორ ხარ? ყველაფერი კარგადაა? ხო, კარგადაა. საავადმყოფოში იყავით? ხო, წავედით. დიდემი თავს ცუდად გრძნობდა. გამზემ მაშინვე მოგახსენა? დაივიწყე. ესმასთან მივდივარ. რესტორანში. გადავწყვიტე მეთქვა. როგორ? გამოსვლის უფლება მოგცა? ხო, მომცა. ახლავე ხალილ იბრაჰიმს ვეტყვი. მაგრამ უთხარი ახლავე გამოვიდეს, კარგი? ძალიან კარგი იქნება თუ ჩვენზე ადრე მივა. კარგი საყვარელო. დროებით დანურ. ზეინებმა დარეკა. რა თქვა? საავადმყოფოზე მკითხა. საიდან გაიგო? შემთხვევით გამზეს შევხვდით. როგორ ჩანს მაშინვე მოახსენა. კარგი, გამზეს თავი დაანებეთ. ზეინები როგორ არის? შეგიძლია თვითონ წახვიდე და გაიგო. როგორ გავიგებ? მითხრა გარეთ გამოსვლის უფლება მომცეს და რესტორანში ესმასთან ერთად მივდივარო. ყველაფერი გამოგივათ. მადლობა ღმერთს. ჩვენ წაგვიყვანე ზეინები, ჩვენც მოგვენატრა. ოსმან მანდარჩი. ჯერ ხალილ იბრაჰიმი წავიდეს და ზეინების წინაშე თავი იმართლოს. გამოსვლის უფლებას აძლევენ, ამიტომ სხვა დროს ვნახოთ. როგორ ჩანს ქაანის ხალხი უთვალთვალებს მითხრა რომ ასე ადრე მიხვიდეთ. კარგი, გმადლობ. კარგი, ჯოხი, ჰალილ. ჯოხი, არ მინდა. ენვერი ნესიმის საგარაგზე ყავთ. დღეს პროკურორი მისგან ჩვენებას აიღებს, როგორც იდუმალი მოწმისგან. დამლა. შენ სიკეთეს უპასუხოდ არ დავტოვებ. თხოვე რაც გინდა. თხოვ როცა დრო მოვა. ახლა მთავარია რომ ჩემი ოჯახი არ დაზარალდეს. გპირდები. არც იავუს, არც მეჰმედს არაფერი მოუვათ. შერიფ ბეისაც ვეტყვი რომ ძალიან დაგვეხმარე. სიცოცხლის ბოლომდე შენს გვერდით იქნება. ახლა კი შენი ნებართვით მე გავალ. გავიგე ენვერი სად არის. ნესიმის აგარაგზე ხავთ. როგორ მოვიქცეთ ბიძია, შერიფს არ შევატყობინოთ? დრო არ გვაქვს, თქვენ ორი წადით და ეს საქმე მოაგვარეთ. არ ინერვიულო მამა. ეგ ენვერი ვერაფრის მოწმე ვერ იქნება. წავედით ბიძაშვილო, კან. არ უნდა გაიგონ რომ თქვენ ხართ შვილო და ყურადღებით იყავით, კარგი? არ ინერვიულო. გართან მდგომებს უთხარი უკან გამომყვნენ 4-1 მანქანით. დია კაანბეი. კაანბეი გამოდის, 4 გააცილოს. კაპიტანო, კეთილი იყოს თქვენი მოსვლა. რა ქარმა გადმოგაგდოთ? გმადლობ, კაპიტანმა მეჯნუნმა მოკითხვა შემოგითვალათ, მისგან შეტყობინება მოგიტანეთ. მეც მომიკითხე. მოგზანდე, კაპიტანო, გთხოვ. ხედავი აჰია, ჩვენ სახელმწიფოს ჩვენი მონახულება არ ავიწყდება, მადლობა ღმერთს. ხედავ, ძმაო, მადლობა ღმერთს. ძალიან ცუდად გამოვიდა მეთაურმა მეჯნუნმა ენვერი რომ გაუშვა უფროსო ლეიტენანტო. ამაზე რა სიტყვით? ენვერი კაპიტან მეჯნუნის სახლშია.
ხომ გეუბნებოდი იაჰია, კაპიტანი მეჯნუნი მოკლავს და იმ შერიფს არ დაუთმობს მეთქი. მეუბნებოდი ძმაო, მეუბნებოდი. და ახლა რა იქნება? ენვერი ფარული მოწმე გახდება უფროსო ლეიტენანტო. ზუსტად ასეა. იაჰიას აინტერესებს კაპიტანო, ჩვენ რით შეგვიძლია დაგეხმაროთ? კაპიტანმა მეჯნუნმა თქვა, რომ არსებობს ვიდეო, სადაც შერიფის საცავებს აცარიელებთ. დამაბარა მეთქვა, რომ გარკვეული დროის განმავლობაში ისეთი არაფერი გააკეთონ, რამაც შეიძლება პროკურორის ყურადღება მიიქციოს. თუ საჭირო იქნება, ფანჯარიდანაც კი არ გავიხედავთ, კაპიტანო, ასე არ არის? ასეა, ასე. თან ბატონ პროკურორს როგორ უთხრათ, რომ რაც წამოვიღეთ იმის კომპენსაციაც კი არ არის, რაც დავკარგეთ. შევძლებ ავუხსნათ ძმაო. ვერ ავუხსნით. შერიფმა უკვე ნახა, ან ნახავს ამ ჩანაწერს. კაპიტანი მეჯნუნი ამბობს, რომ მხოლოდ პროკურორს კი არა, შერიფს და ისკანდერსაც უნდა უფრთხილდეთ. ყოველ შემთხვევაში რაღაც დროით. ახლა იაჰიას დაინტერესებს რამდენ ხანსო. არც ისე დიდ ხანს. არც ისე დიდ ხანს, კაპიტანო. 1 კვირა, 10 დღე, რამდენი? ღმერთმა ქნას ამდენი არ დაგჭირდეს. 2 დღეც საკმარისია. გაიგონე, მეგობარო იაჰია. სახლში არავის უშვებ და არც თვითონ გადიხარ. წერტილი. დაბმა აუცილებელია ნესიმ. როგორც ჩანს აუცილებელია, რადგან დაგაბეს. მადლობა თქვი საერთო ცოცხალი რომ ხარ, ნუ წუწუნებ. ზოგიერთ საკითხში მართლა აზვიადებთ. ვერ ხედავთ რა მდგომარეობაში ვარ. ასე სად გავიქცევი? შენგან ყველაფერია მოსალოდნელი. ყოველი შემთხვევისთვის ყველა აუცილებელი ზომა უნდა მივიღოთ. გეგონება ცოცხალს დამტოვებენ თუ გავიქცევი. კიდევ ლაპარაკობს. არ გეკადრება ნესიმ. ნუ თუ შეიძლება ასე მოექცე ადამიანს, რომელსაც ხელები შეკრული აქვს. ჰალილ იბრაჰიმს და ოღუს ხელები თავისუფალი ჰქონდათ, როცა შენს წემდი. ეს ჩემი სურვილით არ გამიკეთებია. უკვე არაერთხელ გითხარით, რომ ძალიან ვნანობ. პოლიციას რომ არ მოესწრო, ბენზინგასამართ სადგურზე მომკლავდი. მერე იტყოდი ალბათ ვნანობ რომ მოვკალიო. ჯერ აკეთებ, მერე კი გაიძახი რომ ნანობ. აი პროკურორი და კაპიტანი მოვლენ და შენ თავს მე გადმომცემენ. შემდეგ კი აი ამ ეზოში დაგმარხავ. სიცოცხლის ბოლომდე ხელშეუხებლობა მაქვს, ასე მითხრეს. მე არაფერს დაგპირები ვარ. აი რას გულისხმობ. ესმა, მე და ჰალილ იბრაჰიმს ერთად რომ დაგვინახავენ, არაფერს იზამენ? აქ ვერავინ ვერაფერს იზამს. მამა ჩემის ეშინიათ. შიგნით შედი. მე ყურადღებას მივაქცევ. რა ხდება? თუ გადაწყვეტეთ ცუდად მოექცეთ, გაიძულებთ თქვენს და ქაანსაც ამისთვის პასუხი აგოთ. ეს ადგილი ღია ყველასთვის. ვისაც უნდა მოდის, ჭამს, სვამს და შვიდად მიდის. გასაგებია? გაიგეთ? არანაირი პრობლემა არ არის ეს მაჰანიმ. მშვენიერი. თქვენ აგრჩებით. შიგნით არ შეხვალთ. საყვარელო,
ძალიან მომენატრე. მეც ძალიან მომენატრე. ძალიან მიყვარხარ. მეც ძალიან მიყვარხარ. დავსხდეთ? ხალილ იბრაჰიმ, როგორ ხარ? კარგად. ძალიან შემეშინდა. მითხრეს რომ ყველა ძვალი დაგიმტრიეს. კარგად ვარ, ზეინებ, კარგად. მალე ჩემს გვერდით იქნები და მერე თავს კიდევ უფრო კარგად ვიგრძნობ. თავარია ყველაფერი კარგად გქონდეს. ზეინებ. რამე ხომ არ დაგიშავეს? ვერავინ ვერაფერს დამიშავებს, ხალილ იბრაჰიმ. ჩემზე არ ინერვიულო. დამშვიდდი. ყოველთვის შენზე ვფიქრობ. სახლში როგორ არიან? კარგად. ყველას უნდოდა წამოსულიყო, მაგრამ ამჯერად მარტო დარჩენის საშუალება მოგცეს. დიდემი შენთან ცხოვრობს? ხო. სხვა გზა არ მქონდა თავს ცუდად გურძნო. მართლა. შენთან ცხოვრების გზას მაინც მონახავდა. რა სჭირს? მუცლის მოშლის საფრთხეა. რა თქმა უნდა არ მინდა რომ მსგავსი რამ მოხდეს. რას აპირებს? ედანურს უთხრა რომ ბავშვის გაჩენა უნდა. ასეც ვიფიქრე. ზეინებ. ვერც დიდემი და ვერც ბავშვი ვერ შეძლებენ ჩვენ შორის ჩადგნენ. გთხოვ ამაზე აღარ იფიქრო. ვერ ხედავ რას აპირებს. ბავშვს იყენებს. ყველაფერს აკეთებს იმისთვის რომ შენ გვერდით იყოს. ახლა ჩვენ სახლშია, შემდეგ ჩვენ ცხოვრებაში შემოვა. საყვარელო. უკვე არაერთხელ გითხარი რომ ჩემს ცხოვრებაში მხოლოდ შენ იქნები. თუ ბრძოლას ისევ გააგრძელებს, თვითონვე დარჩება წაგებული. ისკანდერმაც კი ვერაფერი დაგაკლო. შენი აზრით დიდემი დაგაკლებს? მალე ამ ბეჭედს ისევ თითზე გაიკეთებ. დამიჯერე. როგორ ჩანს სიმშვიდეა ბიძაშვილო. ჩვენს მოსვლას არ ელიან და იმიტომ. წამოდი. ერთი აქ რჩება, დანარჩენმა კი ტერიტორიას ალყა შემოარტყით. აქ დარჩი, თქვენ წამოდით. ნესიმ, ტუალეტში მინდა. პროკურორის მოსვლამდე მოითმინე. ნესიმ, ადამიანი არ ხარ, გამიყვანე, რა გჭირს? ვეღარ ვითმენ. კარგი,
ერთი წუთით მოიწმინე. სწრაფად. თუ რამე ჩაიფიქრე, იცოდე არანაირ პროკურორს არ დავემორჩილები. რა ხდება? კან? ენვერ. მეგონა აღარ მოხვიდოდით. ბოდიში, როგორც კი გიპოვეთ, მოვედით. დაუჩქარე პროკურორთან ერთად მოვლენ. ჯერ ისევ თავის გადარჩენას ცდილობ. ყველაფერი მოუყევი, ყველა ჩვენი ადგილის შესახებ, ყველაფერზე რაც გვაქვს. ფარული მოწმე გახდი და ამ ყველაფრის შემდეგ კიდევ იმედი გაქვს, რომ გაცოცხლებთ? ყოჩახ. ეს ვინ გითხრა? ყველაფერი ტყუილია. ყველაფერი მართალია. თქვენ კი ამაოდ ნუ გაირჯებით. ყველაფერი დამთავრდა. ნესიმბეი, არ ინერვიულოთ. თქვენს ქალიშვილზე ჩვენ ვიზრუნებთ. მამა ჩემი ძალიან კარგად მიხედავს. რას ამბობ შე? ბიჭებო, არ გინდათ გთხოვთ. ყველაფერი თქვენთვის გავაკეთე, ხომ იცით? მთელი ჩემი ცხოვრება თქვენ მოგიძღვენით. ამას ნუ იზამთ, გთხოვთ. ესე იგი, მხოლოდ ამდენ ხანს სიცოცხლე გეწერა, ენვერ. სახლში წადით. დამლას დაუჯერე და ბიჭები გაგზავნე ისკანდერ, მაგრამ ესეც მახე რომ იყოს? არ გიფიქრია? გუშინდელის შემდეგ ამაზე ვფიქრობდი, შერიფ ბეი, მაგრამ დღეს ძალიან უცნაურად მელაპარაკა. მითხრა, რომ აგარაკის შესახებ მეთათისგან გაიგო. ამიტომ გადავწყვიტე გამერისკა. იმედი მაქვს, ყველაფერი ისე იქნება, როგორც ამბობ. აი? ალო, მამა, კან, ყველაფერი მოვაგვარეთ, პრობლემა აღარ არსებობს. რესტორანში მივდივარ, ზეინებს წამოვიყვან. ჩემო ლომებო. მე და შერიფ ბეი თვალებს გიკოცნით. გილოცავ, ისკანდერ, დიდი საქმე გააკეთე. ქალების კარგად გესმის. ცოტა მესმის, ცოტა. რა სიტყვი, ძმები ქიქები ავაფეთქოთ? ააფეთქეთ, მაგრამ არა თქვენს კართან, შერიფ ბეი. ისევ მეჯნუნი რომ არ ჩაერიოს. დიახ,
ჩემგან ჰალილ იბრაჰიმთან გაიქცევიან. ბომბი უკვე ადგილზეა. აფეთქდებიან, როგორც კი მივლენ. მაშინმე